ალო, მე ვარ. მე ოთუშკა. ხო. მომისმინე მეკვლე ყავდა ვინმე ჩვენ წუხელ. ლადუშა იყო მოსული? მოიცა, მაიმუნი მყავდა მეკვლეთ? თამთვრალი იყო? და რა ქენით მე? არ შემოუშვით. ყოჩახ ძალიან კარგი. ამაღამაც აპირებს მოსვლას? მაიმე თუ მოვიდა არ შემოუშვათ რა, ამაღამ ხო ბედობა ათენდება. ხო, არ მინდა რა მთვრალი მაიმუნი ძალიან თქოთ. არ მინდა მთვრალი მაიმუნი მეყოფა ისეთ. ხო, კარგი, არ შემოუშვათ და მე ვეცდები რომ გადაცემას სწრაფად ჩავწერო, რომ აქაც ვერ მომისწროს. დავამთავრებ უცებ და ხო, მიდი, წავედით. ლას-ვეგასში გათენდა ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაცემაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა შეგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ანგელს იკავებ ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება გამარჯობა თქვენ უყურებთ ღამის შოუს ოთარ დადიშვილთან ერთად გამეორებით, იმიტომ რომ პირველი იანვრის ღამეს თქვენ ამის უყურებელი არ იყავით. აჰა. მილოცავთ ყველას 2012 წელს სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას გისურვებთ. ეს წელი ყოფილიყოს საყოველთაო სიყვარულის და სიამტკბილობის წელი. მგელმა და კრავმა ერთად ძოვონ საერთო იალაღზე, არწივმა და მტრედმა ერთად იღუღუნონ, პეტრე მამრაძე და აკაკი ბობოხიძე ერთ ფრაქციაში გვენახოს ხალხო და ლალი მოროშკინა და თაკობ ხაკაძე იყვნენ გამონაკლისი. პირველობა, ბევრი იმუშავა, თოვლის ბაბუმ, ძალიან ბევრი იმუშავა, მთელი ღამე დადიოდა, დაარიგა, საჩუქრები მერე გადაწყვიტა, რომ ტელევიზიებსაც ჩამოულიო, მივიდა პირველ არხზე, მაგრამ არ შეუშვეს. იმიტომ რომ უთხრეს, რომ ახლაო ქართველი თოვლის ბაბუო და სომეხის ნიგუროჩკა დუეტს წერენო და როგორც კი დაამთავრებენო, მერე შეგიშვებთო. კარგი, წამოვიდა. მერე იფიქრა, იმედში ხო არ გავიარო, იმედშიო, მაგრამ გადაიფიქრა, იმიტომ რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა რაც დამაბარაო საჩუქრებიო, ვერაფერი ვერ ვიშოვეო. ვერც ჯორჯო არამიანცის კაბა ვერ ვიშოვეო. შესაბამისად, ვერც ფანარის კუნძულებზეო, ორკაციანი საგზურიო, ბარტერული რეისითო. და ნუ მოკლედ დაანება თავი იმედს. მივიდა მაესტროში, კარი დაკეტილი დახვდა, მერე იფიქრა, რომ საკვამურიდან ჩავალო, მაგრამ საკვამური იყო ამოქოლილი. მერე გადაწყვიტა, რომ ღობეზე გადავძვრებიო. ესე იგი და რომ მოიძვრებოდა ღობეზე და უცებ პოლიციამ, აი, დაცვამ, ხო დაგიჭირეთო, სამიზრებიო, მაცალეთო, კაცო, სასკვია სამიზრებიო, თოვლის ბაბუ ვარო, გადავძვრებიო, საჩუქრებს დავარიგებო და გამოვალ, იცი რას გეტყვიო? რამდენიმე დღის წინ ზუსტად ასე ამბობდა ის წვერიანი კაციცო და მოვიდა და გამოყარა ყველა გარეთ. მერე თოვლის ბაბუ წავიდა ლეიბორისტებში. დაარიგა ბევრი საჩუქარი და ისეთი აქტოვანებული იყო შალვა ნათელაშვილი, რომ თოვლის ბაბუმ ბატონი შალვა ნათელაშვილის ინგლისური მადლობაც დაიმსახურა. აი ესე მიმართა ძია სანტა. ინგლისურად მიმართავს ნათელაშვილი. მერი კლიზმა. Happy New Year to be. აი ესე მიმართა შალვა ნათელაშვილმა.
ახლა მე არ ვიცი პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან თოვლის ბაბუ იყო თუ არა ღამე, მაგრამ ის რომ 100 ლარიანი ჯარიმა მიუტანეს, ეს ნამდვილად ვიცი. ხო, ვიცით რომ დაუბრუნეს ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა და პრეზიდენტს დააკისრეს 100 ლარიანი ჯარიმა. ალბათ გაინტერესებთ როგორ გადაიხდის ამას ბატონი მიხეილ სააკაშვილი. 70 ლარს თვითონ იხდის ქეშად, დანარჩენს 30 ლარიანი ვაუჩერი აუნაზღაურებს ყვარელში რომ იცეს. მოგეხსენებათ რომ ახალ წლამდე დაავალეს ყველა ტელევიზიებს რომ გითხარითო აუცილებელი არის ეს ყველასთვის გითხარითო ვინ არის თქვენი მფლობელიო. აღმოჩნდა რომ რუსთავი 2-ის მფლობელი ყოფილა ვინმე ყარამანიშვილი. ახლა ხალხო მითხარით გულახდილად, ხო? უცნობი დარჩებოდა რუსთავი 2-ის მფლობელი ვინ იყო თუ ყარამანიშვილი აღმოჩნდებოდა რა მნიშვნელობა აქვს. მეთანხმებით. ახლა რუსთავი 2-ს დაავალეს შემდეგი ახალი წლისთვის გითხარით ვინ არის ყარამანიშვილი. მოგეხსენებათ ჩვენი მზერა მიპყრობილია ბათუმისკენ, რა ხდება ბათუმში, რა ხდება და ხულიო ეგლესიასის კონცერტის მეორე დღეა, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი გვყავს მივლენილი, ჩვენი სპეციალური და საგანგებო და სრულუფლებიანი ბიჭი გუჯა მაჭარაშვილი, რომელიც აი ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ქალაქ ბათუმიდან, ხულიო ეგლესიასის კონცერტის მეორე დღიდან. როგორ ხარ გუჯა? როგორ ხარ გუჯა? სად ხარ? არ ვიცი ოთარ სად ვარ, აი წარმოდგენა არ მაქვს, გუში იმდენი დავლე და იმდენ ადგილას რომ არაფერი არ მახსოვს რა. კარგი, მე თუ ისახარ, რა ქვია, ნაბახუსევი ხარ, რა კომბოსტო დაგიდია თავზე, სველი ტილო მაინც დაიდე. აუ, გაიხარე ოთარ, თორე წეღან ჩამეძინა. კურდღელი მომეპარდა, კიდაღამ წარბები მომაჭარდა. კი, მაგრამ სად ხარ ასეთ ადგილას? აუ, არ ვიცი ოთარ, არაფერი არ მახსოვს მართლა. კარგი, შენ არ გახსოვს ვიღაცა ხო გიღებს ახლა ოპერატორი და კითხე იმ ოპერატორს სად ვართ ხო? მართალი ხარ. შამილ. სად ვართ ახლა? შამილ. აი, დაიძინე. ოთარ, ისეთი თვალები აქვს, რომ სად ვართ კი არა თვითონ ვინ არის ისიც არ ახსოვს ამას კონდა. კარგი, გამაგებინეთ, რა დალიეთ ასეთი? ოთარ, შენ ვკითხე რა არ დავლიეთ, თორე ყველაფერი დავლიეთ. კარგი, რა არ დალიეთ? სიდრი ოთარ. ანუ არაფერი გახსოვთ, ხო? არაფერი. მოიცა, ისიც არ გახსოვთ, ხულიო ეგლესიასი კონცერტის დროს სცენიდან რო გადმოვარდა? მე? გაინტერესებს ხო? გადმოვარდა პირველ რიგში დათუ არჩვაძე იჯდა და დაეცა დათუ არჩვაძეს პირდაპირ. მე გაინტერესებს რა მოხდა? რა მოხდა და დათუ არჩვაძემ ნამდვილ ჟორჟოლიანის შოუში მანქანა რომ მოიგო, ხო ახსოვს რა სახე ქონდა? აი მაგის საპირისპირო სახე ქონდა ხულიო ეგლესიასი რო დაეცა სცენიდან. მე კიდე რა მოხდა ოთარ? კიდე რა მოხდა და 100 ლარი რო გამომართვი და ორ კვირაში მოგცე, მოგახსოვს? არ მახსოვს ოთარ, მაგრამ დაგიბრუნებ აუცილებლად რა. კარგი, აღარ შეგაწუხებ, მიხედე თავს, დაგემშვიდობები. აი ოთარ, კარგად. ორჯა ხო ჩართვა? ეს 100 ლარი მაგარი მოიფიქრა რა. სად მიდიხართ? უჩემოთ არ დალიოთ. ბათუმს გათქათა? ეს იყო შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი. ძვირფასო მეგობრებო. მოგეხსენებათ რომ 31 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა საქართველოს მოსახლეობას, ახლა ახალი ტრადიცია დაინერგა, 31-ში მიმართავს და 1 იანვარს უნდა თქვას ლექსი. და ეს ყველა მომდევნო პრეზიდენტს ეხება, 31-ში მიმართავს ერს, 1 იანვარს იტყვის ლექს. ვისთან ერთად უნდა თქვას ლექსი? რა თქმა უნდა, ოთარ ტატიშვილთან ერთად. ახლა შემოგთავაზებთ ჩვენ ლექს, რომელიც მე და ბატონმა მიშამ ერთად დავწერეთ. მაშ ასე დავიწყოთ. პოეზია საჭიროა, ახალი წლის დღეა, ლექსი არ დაგვიწერია. რამდენიმე თვეა? ზოგს ეგონა რომ ლექს ვეღარ დავწერთ, რომ გაგვეყინა მუზა ზამთარში, რომ დრო აღარ გაქვთ პოეზიისთვის და ჩაუვარდეთ ყოზნაცაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც ლექსის გარეშე ვერ ძლევენ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მოიცა, რომელიც თუ რომელშიც. მართალია, რომელშიც სულ მუდამ რითმას ეძებენ. თურმე ავის მოსურნეებს დაუწყიათ, წარეთ კბენა, ჩვენ უკეთეს ლექსებს წერთო. ძლივს არა მოიდგეს ენა. ესე იგი თქვენს გაიგეთ. სად ნახეთ ეგ კინოში? ამასიათ მოისმენ რომ ეგა ტელევიზორში. მე მგონი სხვაგან წავედით, დაუბრუნდეთ მთავარს. გილოცავთ ახალ 2012 წელს და ესწავით რავალს.
ბენც მინდა რომ მიულოცოთ. შენს გილოცავ გუფ. აი აკრას გაურითმავთ, აბა ვნახოთ. უფ. და ბოლოს მინდა რომ შეგახსენოთ ჩემთან სტუმრობის და ამ თემაზე ხვალ რა დროს შეძლებთ წნეთში ამოსვლას? დილით ადრე 8-ის ნახევარზე. კარგი, მახსოვს რაც მითხარით შამპანური ნაყინი, რომ ვიცოდე ვინ იქნებით? მე და დიმა შაშკინი. გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. მოგეხსენებათ რომ ახალი წელი ეს არის კორპორატიული кейფების და საბავშვო ბაღებში წლის შემაჯამებელი ზეიმების უსასრულო მწკრივი ჩვენმა ბენდმა გადაწყვიტა რომ გაეხსენებინა ბავშვობა და საბავშვო ბაღის ზეიმი მოეწყო. მას ასე ზემო ვეძისი 132 საბავშვო ბაღი მოვიწვიოთ ბაღის პედაგოგი თეა დანელია. გთხოვთ ხალბატონო თეა. ძვირფასო მშობლებო და მოწვეულო სტუმრებო. ბაღის ზეიმს გახსნის პატარა ზიკო. ხო. დიდი მადლობა თეა მასწავლებელო. ახლა კი ძვირფასო მეგობრებო, პატარა მაჩვი იტყვის საახალწლო ლექს. გთხოვთ. ახალი წელი მოვიდა, ახალი სიხარული და ყველა სიკეთეს ვისურვოთ, ჩემი პატარა გული. დიდი მადლობა პატარა მაჩვი. საბავშვო ბაღის საახალწლო ზეიმს განაგრძობს პატარა გურამიკო მაკალათია გუზი. დიდი მადლობა. მივესალმოთ გურამიკო მაკალათიას, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი ბაღის ზეიმი გრძელდება. ახლა მოდი ყველამ ერთად ვნახოთ თუ რა მოგვიმზადეს პატარა სოსომ და დიდმა თეამ.
Ruchishpe, Ruchshmul Badarchik, Yazatri. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო. ხალბატონოთია, დაიკავეთ თქვენი ადგილები. ძვირფასო მეგობრებო, მე მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი ბაღის აღსაზრდელების ჩაცვლობაზე იზრუნა მულტიპულტის სამყარო. თქვენი აპლოდისმენტები მულტიპულტის სამყაროს ეწვიეთ აი ესეთი სახალისო რაღაცეები ხდება იქ. ახლა სცენაზე ვიწვევთ ბაღის დირექტორს, საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს, ბატონო ვალიკო მაჩაბელს, რომელიც შეასრულებს სიმღერას თავისი უსაყვარლესი ჯგუფის ერთ-ერთი ალბომიდან. გთხოვ. Never walk
So much in love, I wanna show you twice. Have to talk, baby, what me right. And if I share my secret, you gotta have to keep it. Nobody else will see that. Take me by the sunlight, take me by the burn. Kiss it till the dawn, I'll show you all the moves like Jack. I got the moves like Jack. I got the moves like Jack. I don't need a time complete to swear. Look into my eyes, I'll hold you with the moves like Jack. I got the moves like Jack. I got the moves like Jack. Take me by the thumb, I'll know you. Kiss it till the dawn, and I'll show you all the moves. I got the moves, I got the moves like Jack. But I don't need a time to control you. Look into my eyes, I'll show you all the moves like Jack. I got the moves like Jack. I got the moves like Jack. გადაცემას კი განვაგრძობთ მოკლე საინფორმაციო გამოშვებით, მაშასე დღეს გამოშვებაში იხილავთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პორნოფილმის პრემიერას დაესწრო. ვატიკანის ტელევიზიამ ჯოჯოხეთის კადრები გაავრცელა. თბილისის ტრამვაის მძღოლი დათვრა და რელსები აერია. ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ბავშვებს დებილური ღონისძიება გამოუვიდათ. წარადგინეს ცნობილი მათემატიკოსების ბიოგრაფიებიდან მცირე მონაკვეთები და ეს ყველაფერი ქორეოგრაფიულად გააფორმეს. ბაკი კაბლიძე 5 წლის გახდა. გამოშვებას სხვა ახალი ამბებით განვაგრძობთ. ცხინვალში კოკა-კოლას ქარხანა მანქანა ამოქმედდა. ცნობილი გახდა გასული წლის ყველაზე უპასუხისმგებლო რესტორანი. ცხოველთა დამცველებმა მსოფლიოს ყველაზე გაფუჭებული ძაღლი გამოავლინეს. საქართველოს ლოთების ფედერაციას დღეიდან ახალი თანამედროვე ოფისი ექნება. მიუხედავად მოჭრილი ხეების გონებამახვილური შენიღბვისა, ვაშლოვანელი ბრაკონიერი მაინც დააკავეს. რუსეთის დუმას არჩევნებზე გაყალბების ისეთი მასშტაბები გამოვლინდა, რომ დამკვირვებლები თვალებს არ უჯერებენ. სამხრეთ კორეაში უზრდელი ბავშვი დაიბადა. Facebook-ის მომხარებლებმა წლის ყველაზე უცნაური პროფილის ფოტო გამოავლინეს. დასავლეთ საჰარელმა ბავშვებმა თოვლის ბაბუა რაც ჰქონდათ იმით გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ იტალიის ზოგიერთ ქალაქში საახალწლოდ უსარგებლო ავეჯთან ერთად გარეთ უსარგებლო ადამიანებსაც აგდებენ. ამერიკელმა თოვლის ბაბუამ საჩუქრების გათავება ემოციურად გამოხატა. რუსეთში წლის ყველაზე მორცხვი პოლიციელი გამოავლინეს. ისევე როგორც წინა წლებში წელსაც მეკლეში ყველას არ გაუმართლა. ავსტრალიის პლაჟებზე ადამიანოფილი ძაღლი გამოჩნდა. შვედმა ცოლ-ქმარმა დაამტკიცა, რომ ნამდვილ სიყვარულს ხელს ვერაფერი შეუშლის. Yves Saint Laurent-ის დიზაინერებმა ისეთი ჩანთა შექმნეს, რომელსაც ჩუსტების მოტანა შეუძლია. ამით საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. განვაგრძობთ გადაცემა, გავდივართ რადიოს ეთერში, ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად რადიო დუდუკი AM 972 ტალღაზე 5 4 3 2 1 წავედით.
მოსვენელებო, თქვენ უსმენთ რადიო დუდუკს, ტალღაზე AM 972 მე DJ ოთუნა ვარ, რადიო დუდუკი გვისმინეთ, თორემ სამსახურიდან გავაგდებენ. გვისმინეთ და საახალწლო ფაზების გადამკიდე თუ SMS-ის ფული კიდევ დაგრჩათ და ტექსტის აკრეფად შეგიძლიათ მოგწერეთ რაიმე. შეგახსენებთ მე DJ ოთუნა ვარ, თქვენ კი ახლა კარქასიაძე ხართ და ოდნავ ბარბაცებთ. პირველი SMS-ი მოვიდა. ნაშები წვივა და ეს ნაშების ესეთი სიმღერის SMS-ია. ნაშები წვივა და ნაშები მღერია. ნახე კარგი SMS-ია. გამოდით, ახალი წელია რამაზი. გამოვალ 15 წუთიც მაცალე. კარგი. მე მართლა შემიძლია მთელი ერი გავაერთიანო, ივაკ უზანოვი. არა, ბატონო ივა, ეგეთი გაერთიანება ჩვენ ერთს ნამდვილად არ უნდა. Дорогой Атар. Я Марина Сергеевна, туристка из Екатеринбурга. Если можно, хочу услышать какую-нибудь русскую новогоднюю песню. Благодарю заранее. Дорогая Марина Сергеевна, с большим удовольствием для вас. Русская новогодняя песня. Напоминаю, что это диджей Отуна Зурабович. А вы слушаете радио Дудук на волне АМ 972. Ага. Холт, გაუშვათ საახალწლო კლიპი ხალბატონი სერგეევნას. სანამ კლიპი მიდიოდა ხალბატონი მარინა სერგეევნასთვის ერთი SMS-ი მოვიდა, რა კავშირი აქვს ამ სიმღერას საქართველოსთან. მინდა გითხრათ, რომ ამ სიმღერას ნამდვილად აქვს კავშირი საქართველოსთან, ოღონდ უფრო ყურადღებით უნდა უყუროთ. გთხოვთ. განვაგრძოთ SMS-ი. ეს არის რადიო დუდუკი ტალღაზე AM 972
წერ მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ევროტრეიდის გამყიდველი ნანოჩკა. რა ლამაზად გეცვა კლიპში, სად იყიდე ეგ რაღაცა. გამომიგზავნეს გენაცვალე, ახლობელი ცხოვრობს რიაზანში. ესენინის მოედანზე იქვე და იმან გამომიგზავნა. ახლა კი სიურპრიზი, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი მსმენელებისთვის გადაცემაში სტუმრად მოვიდნენ თოვლის ბაბუა და ფიფქია, ეგრეთ წოდებული სნიგურეჩკა. მოგზავნით. საფახოდით, ცოტა ახლოს გამომძამდით, ცოტა ერთად უნდა ისხდეთ. ერთად. კი ბატონო, ერთად. აბა რა ხდება? საჩუქარი მომიტანე თოვლის ბაბუ. ვისკის მაღაზიები შაბათ-კვირას დაკეტილია. მესის მაისურები გაყიდული. გოლდრეინის დისკები ისედაც არ იყიდება. ამიტომ შენ მანდარინი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ დარწმუნებული ხართ, რომ იფრთხნება ეს მანდარინი? კი. კარგი. დიდი მადლობა, ეს ჩემი მანდარინი გახლავთ. აბა მომიყევი თოვლის ბაბუ, რა ხდება ლაპლანდიაში? რა ხდება და ირმებმა გაფსო გამოაცხადეს. რითი მოხვედი? რითი მოვედი? ხო. 34-ით. 34. თოვლის ბაბუ, რომელიც დადის 34-ით, ძვირფასო მეგობრებო, ეხლა მე რა მაინტერესებს, ეხლა ორი ადამიანი იმისთვის მოხვედით, რომ აი ეს მანდარინი მოგეტანათ ჩემთვის. არა, ჩვენ მოგიმზადეთ სიურპრიზი. სიურპრიზი მოგიმზადეთ? დიახ. გვანახებთ? აბა რა. აბა. ჯერ ხوار დაგვენახმებით ვინ ახარ? კარგით, მაშინ. თქვენ? მეც. აბა თუ იცნობთ ვინ არიან? აბა თქვენი სიურპრიზი გვანახეთ. გვანახეთ? მზად ვართ? მზად ვარ. წავედით. რადიო გადაცემა დამთავრებულია. დიდი მადლობა თოვლის ბაბუს და ფიფქიას. South on the
აი გიხსოვებო, როგორც იქნა დავამთავრეთ დღევანდელი გადაცემა. გილოცავთ ყველას, მრავალს დაესწარით. 2012 წელი თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს, მაგრამ მე ისეთი დაღლილი ვარ, კიდევ ვარ ერთ-ორ ადგილას წასასვლელი, რომ აი შანსი არ არის ახლა მე კიდე სადმე წავიდე. გამორიცხო ვინ უნდა მოვიდეს, ვინ უნდა მთხოვოს, რომ მე სადმე წავიდე. არა ხა როგორ არის იცით? ნუ ხა როგორ არის იცით რომ კი მეზარება წასვლა, მაგრამ თურმე ისეთი ირმები მელოდებიან და ისეთი მარხილია კომფორტული. რომ რო არ წავიდე ხა, რას არ გააკეთებ ბავშვების გულში? წამოდით როგორებო. წავიდეთ.